ამ კვირაში მოსწავლემ ძალიან საინტერესო კითხვა დამისვა და მოდით გავიხილოთ. რატომ იწერება ინგლისურ ენაში ნაცვალსახელი I დიდი ასოთი? ხო, მართლაც საინტერესო კითხვაა. მოკლედ, ამას არის გრამატიკული ან რაიმე სხვა ტიპის ახსნა არ აქვს. მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკული და ვიზუალური. ძველ ინგლისურში ნაცვალსახელი მე იწერებოდა აი ასე. გერმანულ ნაცვალსახელს ჰგავდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს C უბრალოდ ჩამოშორდა და დარჩა I. შემდეგ შუა საუკუნეების ხელნაწერებში ეს I ძალიან ხშირად იკარგებოდა. ხან უბრალოდ ლაქა ეგონათ ქაღალდზე ან რაღაც სიტყვის ნაწილი. ამიტომ ეს პატარა I ასო გადამწერებმა იგი თავდაპირველად დააგრძელეს. ხოლო მოგვიანებით მე-14 საუკუნეში უკვე დამკვიდრდა წესი, რომ ცალკე მდგომი I ნაცვალსახელი უნდა დაწერილიყო დიდი ასოთი. ბევრს გონია რომ I იმიტომ არის ინგლისურ ენაში დიდი ასოთი, რომ რაღაც ინგლისელების ეგოცენტრულობას გამოხატავს. მაგრამ არ არის ესე. პირიქით ვიტყოდი, ინგლისურ ენაში როცა შენ თავს ახსენებს სხვასთან ერთად, მაგალითად მე და ჩემი მეგობარი, მე და შენ ჯერ ახსენებს სხვას და მე შენ თავს. You and I, my friend and I. და არა, ეგოცენტრულობის გამო ნამდვილად არ არის. მოდით მაგალითებსაც გაჩვენებთ. ეს არის შუა საუკუნეების ევროპული ხელნაწერი, როგორც ხედავთ გოთური დამწერლობა. გოთური გამოირჩეოდა სქელი ვერტიკალური და ერთმანეთთან მიჯრილი ხაზებით. ასოებს შორის დაშორება მინიმალურია. ამიტომაც ძალიან რთული გასარჩევი იყო ცალკე მდგომი პატარა I. I-ს როგორც ნაცვალსახელს თავი რომ დავანებოთ, თვითონ ასო I-ს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომლიდანაც მერე სხვა ინგლისური ასოც შეიქმნა. ამაზე მომდევნო ვიდეოში მოგიყვებით.